თქვენ ახსენეთ ორი საქართველოს გმირი, ერეკლე მეორე, გიორგი სააკაძე და ბრძანეთ, რომ აი განსაკუთრებული მიზანმიმართული კამპანიას დავარქმევდი მე, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ესეთი პატარ-პატარა ფილმები თუ სიუჟეტები თუ ჩანაწერები ვრცელდება აი ამ ორი პერსონის შესახებ სოციალურ ქსელებში და საქმე იმაშია, რომ ვრცელდება აბსოლუტურად დამახინჯებული ვერსია რეალური ისტორიის. რა შეიძლება გავს თუ არა ეს კამპანიას, ერთი კითხვა ეს არის. და მეორე, რა არის ამისი მიზანი? გიორგი სააკაძესთან დაკავშირებითაც რატომღაც და ერეკლე მეორესთან დაკავშირებითაც არსებობს კამპანია. ნაწილობრივ იგი დაფინანსებულია, ანუ გარკვეული ადამიანები დაფინანსების ხარჯზე აკეთებენ ამას, უარყოფითი კამპანია. მეორე ნაწილი აყოლილია ამას და აქ წარმოუდგენელ გაუნათლებლობას ვხედავ ჩვენ. აი წარმოუდგენელ გაუნათლებლობას. აი მარტივი მაგალითი. ადამიანებს არ ესმით, რომ გიორგი სააკაძის ეპოქაში კახეთი გახდა ცალკე სახელმწიფო. და კახეთს, როგორც ცალკე სახელმწიფოს მართავდნენ. ვინ მართავდა? მართავდნენ ჩოლოყაშვილები, მართავდნენ ანდრონიკაშვილები, მართავდნენ მაყაშვილები, მართავდნენ ჯანდიერები, მართავდა კახეთის თავად აზნაურობა და მეფე თეიმურაზი, რომელიც სხვა შორის მეფე კი არ იყო, შახის ნაცვალი იყო ოფიციალურად. ვერანაირ აჯანყებას კახეთში გიორგი სააკაძე, კახეთის სხვა სახელმწიფო იყო და ქართლის სხვა სახელმწიფო იყო და გიორგი სააკაძეს მეომრები ყავდა ქართლში, კახეთში არ ყავდა ვერანაირ აჯანყებას. გიორგი სააკაძე კახეთში ვერ მოაწყობდა კახელი მართველების და დიდებულების გარეშე. თუ აჯანყების მონაწილეა და თავი არ იქნებოდა თავად თეიმურაზი, თავად ჩოლოყაშვილები, თავად ანდრონიკაშვილები, თავად ჯანდიერები თუ მაყაშვილები თუ სხვები, როგორ გააკეთებდა ამ აჯანყებას, როგორ მოახერხებდა გიორგი სააკაძე. ეს სხვა სახელმწიფო იყო, ამის გაგება არ ძალუց ხალხს. გიორგი სააკაძე არ მოუძღვებოდა შახს კახეთში. შახი და იყო საქართველოს ბრძანებელი, საქართველო იყო რეგიონი იმ დროს სპარსეთის და აქ სპარსული გარნიზონები იდგა მთელ საქართველოში, მთელ კახეთში იდგა სპარსული გარნიზონები და არავითარი წინამძღოლი შახს არ ჭირდებოდა, ის აქ დადიოდა როგორც საკუთარ მიწას. შემდეგ კახეთიდან რა მიზეზით ასახლებდა შახი ხალხს? ესეც არ ესმით ადამიანებს, საერთოდ განათლება არ აქვს. ეს ფეოდალური სახელმწიფო იყო. თეიმურაზი აცხადებდა თავს შახის ყმად. თეიმურაზ თავის მხრივ ყავდა ყმები. როცა შახმა თეიმურაზი გადააყენა მეფობიდან, აი თანამედროვე ტერმინი რო ვიხმაროთ, ავტომატურად თეიმურაზის ყველა ყმა გლეხი გახდა შახის საკუთრება. ისედაც ასე იყო. ყველა თეიმურაზის მთელი საკუთრება, მათ შორის რა ტრაგედიაა, ხო, რომ ადამიანების საკუთრებაა, ქონებაც და ყმა გლეხებიც ამავდროულად ავტომატურად შახის საკუთრება იყო და როდესაც მან გადააყენა, თავარი მოტივი, რომლითაც ის ასახლებდა, ის ამბობდა, მე ჩემი საკუთრება მიმყავსო. და კახელი თავადაზნაურობა, კახეთის მართველი ელიტა არ უწევდა წინააღმდეგობას, პირიქით, ის დახვდა შახს. სამი შემოსევა იყო, სამივე ჯერზე დახვდა თავად შახს. რა უნდა გაეკეთებინა გიორგი სააკაძეს, როცა ისინი ვინც მართავდნენ კახეთს, თავად შახს დახვდნენ და შახმა წაიყვანა თავისი საკუთრება. ხედავთ რა გადატრიალებული აზროვნებაა ეს ფეოდალიზმი და ეს მონათლობელობა. ესეც კი არ ესმით ადამიანებს და გიორგი სააკაძემ რატომ მაშინ ვერ მოაწყო აჯანყებაო და მას ადანაშაულებენ რა შუაშია საერთოდ გიორგი სააკაძე ან როგორ უნდა მოეწყო მაშინ. მეორე, ქართლში, როდესაც უკვე იგივე სქემა იყო, რომ საერთოდ მთელი ქართლ-კახეთი მთლიანად უნდა გადაესახლებინა, გიორგი სააკაძეს ყავდა მოკავშირეები, ყავდა თავისი მეომრები და ძლივს 15,000 კაცი შეკრიბა, ძლივს. აიო, იქო წერილი რო არ ეპოვაო, მაშინო აჯანყებას ვერ მოაწყობდაო. აჯანყების მოწყობას და 15,000 კაცის შეკრებას იმ დროინდელ საქართველოს ჭირდებოდა მინიმუმ 1 წელი, მეტი თუ არა. და იმასაც ვერ უფიქრდება ხალხი, რომ სააკაძის დროს არ იყო მობილური ტელეფონი, არ იყო ტელეგრაფი. ისპაჰანიდან თბილისამდე დაახლოებით ცხენის გზა, ეს არის 1200 კილომეტრი და ცხენი 55 კილომეტრს ანვითარებს 10 წუთის განმავლობაში, თუ დღის განმავლობაში 9 საათზე მეტი ცხენს ვერ გააჭენებ, მოკვდება. და ამ 9 საათში მაქსიმუმ შეუძლია საშუალო სიჩქარე 15-18 კილომეტრი.
რომ გავიაზროთ ტელეფონი მაშინ არ იყო და სააკაძეს რაღაცა რო შეეთვალა ქართლის დიდებულებისთვის და ამათ პასუხი გაეცათ, ამაზე ერთი თვე უნდა და გზას აქით იქით. ერთი თვე აჯანყების მოწყობას მინიმუმ 6, 8, 9, 10 თვე ჭირდებოდა, ერთი წელი თუ არა. ამას ვერანაირი წერილებით ვერ გააკეთებდა და ბოლოს მარტყოფის ბრძოლა. ეს იყო ბრძოლა, რომლის შედეგად ისეთი ზიანი მიიღო შახმა და შემდეგ მარაბდის ბრძოლაში, რომ ფეხზე ვეღარ დადგა სპარსეთის იმპერია, ამას წერენ თავად სპარსის ისტორიკოსები. ასევე არასათანადოდ აშუქებენ მარაბდის ბრძოლას. როდესაც თეიმურაზი თავის დიდებულებთან გაიქცა ამ ბრძოლიდან, ჯერ სააკაძის გეგმა არ მიიღეს, ყველას დიდი მხედართმთავრის და სარდალის გეგმა არ მიიღეს, სააკაძეს არ ჩააბარეს სარდლობა. თეიმურაზი იყო სარდალი, თვითონ გაიქცა ბრძოლის ველიდან, გაიქცა დიდებულებთან, შეატოვეს ეს სააკაძეს. მან ქართული ჯარი გაიყვანა და პარტიზანული ომებით 3 თვეში მოსპო მთლიანად სპარსელები და ამ დროს თეიმურაზი ჩაკეტილი იყო თავის დიდებულებთან ციხესიმაგრეებში. აი ამას თუ ვერ ვხედავთ ჩვენ. ის რომ გიორგი სააკაძემ გაანადგურა სპარსეთის ჯარის, ნახევარი ამას წერენ სპარსი ისტორიკოსები და ამის შედეგად გადარჩა მთლიანად საქართველოს ფიზიკურ განადგურებას და არა მარტო საქართველოს, სხვა შორის სომხეთიც. ასე რომ არა გიორგი სააკაძე დღეს ჩვენ აქ არ ვიცხოვრებდით, ისპაჰანში ვიცხოვრებდით, ან სადღაც ფერეიდანში. არა, აქ იქნებოდა უკვე ისპაჰანი. აქ იქნებოდა ალბათ სხვა ახალი ისპაჰანი და ჩვენ არ გვეცოდინებოდა არც ვინ არის არც ქეთევან დედოფალი და არც სხვა გმირები. ანალოგიურად გამოდიან ახალგაზრდა ისტორიკოსები და ამბობენ, აი ყოველთვის მძიმე დრო იყო, ერეკლეს დროსაც მძიმე დრო იყო, მე რა ეს ჩვენ არ გვჯერა ამისი. რას ნიშნავს ყოველთვის მძიმე დრო იყო? მძიმე დრო იყო საქართველოში სამჯერ არაბების შემოსევისას, როდესაც ქართული ტომების, სხვათა შორის ქართველური ტომების, სხვა ტერმინს ხმარობენ, დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორია მთლიანად დასახლებული იყო ამ ტომებით და ყველანი ესენი, ანუ ქართველობის ნახევარი ამოწყვიტეს არაბებმა, ძლივს გადავრჩით და ნახჭევანში მაშინ სომხები ცხოვრობდნენ. მარვან მეორე, მურვან ყრუმ მთელი ნახჭევანი გაწმინდა სომხებისგან და თავის რეზიდენცია დაქცია და დღესაც იქ აღარ ცხოვრობენ სომხები. სწორედ აზერბაიჯანული და თურქული მოდგმის ტომები შემოვიდნენ მაშინ და დღევანდელი აზერბაიჯანიც ასე გაჩნდა და ნახჭევანშიც ამგვარად არიან. მეორე პერიოდი ეს იყო გიორგი სააკაძის პერიოდი, როდესაც ფიზიკურად გადასახლება დაიწყეს ქართველობის და სწორედ გიორგი სააკაძე მიიხსნა საქართველოს და მესამე პერიოდი იყო ერეკლე მეორესი, როდესაც საქართველოში ქართველები ცხოვრობდნენ დაახლოებით ნახევარი. ოფიციალურად 53% იყო ქართველების და 47% თურქების და სპარსების. და ამ 53%-ში კიდე სომხები იყო მინიმუმ 3-4%, ანუ ქართველები იყო სულ ნახევარი. და საქართველოს მართავდა 21 დიდებული, 21 მეფუკა, რომლებიც ერთმანეთს ჭამდნენ და მაგრამ ხვდებოდნენ რომ ქვეყანა იღუპება და მარტო ერეკლემ კი არა ამ 21-დან თუ არ ვსწრები 18-მა დაუჭირა მხარი რუსეთის შემოსვლას, იმიტომ რომ ეს იყო მაშინ ერთადერთი გადარჩენის შანსი და როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა ერეკლეს დროს სრულიად ქართველები, აჭარელი, იმერელი, სვანი თუ მეგრელი თუ ფშავხევსური სულ იყვნენ 414,000, როცა დაიშალა საბჭოთა კავშირი ეთნიკური ქართველები იყვნენ 4,200,000. და ეხლა მიმდინარეობს გასაგებია რუსეთს ებრძვის მთელი ეს ლიბერალური და არალიბერალური, არ ვიცი, რუსეთს ეხლა ყველა ებრძვის და ამიტომ ეხლა ყველა თulis კარგ ტონად რომ უნდა მოგვიყვნენ როგორიც ცუდი იყო ერეკლე მეორე და რა შეცდომები დაუშვა მან იხსნა საქართველოს და აი ესეთი სიბრმავე არა მარტო არ შეიძლება ეს ვნებს ეროვნულ სულისკვეთებას, აი ეს უნდა გაიაზრონ ვითომ და ვაი ისტორიკოსები. ნახეთ რა მინდა და ტელემაყურებელიც გვისვავს სოციალურ ქსელში ამ კითხვას. ისე გამოდისო წეღან წერდა ქალბატონი რომ ჩვენი დასაცავი ხდებიანო ჩვენი ისტორიული გმირებიო და ზოგიერთს დამცველიც არ ყავსო. მე ვფიქრობ რომ სახელმწიფო პროექტებია საჭირო, დაფინანსებას უნდა ღებულობდნენ ის ისტორიკოსები, რომლებიც არ ამახინჯებენ ისტორიას და ისინიც დაფინანსების ხარჯზე უნდა აკეთებდნენ გადაცემებს, რაც შეიძლება ბევრს, უნდა წერდნენ კლიპებს. აი გადასარევი პროექტია გააგრძელეს საქართველოს ისტორია, ქართველი შვილის პროექტია ესეც, ძალიან კარგი პროექტია, მაღალი დონის, აი ძალიან მაღალი დონის და ესეთ ხალხი უნდა ღებულობდეს დაფინანსებას
სხვაებიც, იქ ვაჟა ოთარაშვილი, სხვაები, რომ რაც შეიძლება ბევრი გადაცემები იყოს, სადაც სწორედ არის წარმოჩენილი ეროვნული გმირები.